მარო მაყაშვილი იყო ქალი, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ოკუპაციისას თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ის ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში დაიბადა. მამა კონსტანტინე მაყაშვილი ცნობილი პოეტი და მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, ხოლო დედა თამარ გაბაშვილი ცნობილი მწერლის ეკატერინე გაბაშვილის ასული გახლდათ. მარო ქალთა ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა. გიმნაზიის დასრულების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა. ცნობილია, რომ მარო მაყაშვილი მოთხრობებს წერდა. მას დიდ მწერლობას უწინასწარ მეტყველებდნენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისი ჩანაწერებიდან დღიურის ორი დიდი რვეულის და პატარა მოთხრობების გარდა არაფერი დარჩა. ახალგაზრდა და ნიჭიერ მაროს უცხოენების შესწავლა სურდა, მაგრამ სამწუხაროდ არ დასწავლა. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ანექსია დაიწყო. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს და სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდა. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. 17 თებერვალს ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერდნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. შემორჩენილია ამ პერიოდის მაროს წერილები, რომლებიც სავსეა პატრიოტული სულისკვეთებით. 1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხდა. 23 თებერვალს 21 იუნკერის სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც. ზაქარია ფალიაშვილის დაისის მთავარ გმირს სახელი მარო მაყაშვილის პატივსაცემად დაარქვეს. ასევე რამდენადაც ცნობილია 2005 წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მარო მაყაშვილს მიუძღვნეს.